აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილებმა მთავრობის წარმომადგენლებს მათ წინაშე არსებულ პრობლემურ საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. მთავრობის ხელმძღვანელმა და მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროებში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და გეგმებზე, რომლებიც დევნილთა თვითდასაქმებას და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. კმაყოფილები ვართ დღევანდელი შეხვედრით და დიდ მადლობას ვუხდით აფხაზეთის მთავრობას. განიხილა ყველა დევნილის საკითხი, დაგვაკვალიანეს და ყველანაირად მოგვიდგებიან მხარში. 27 წელია უკვე მართლა რომ ამოლოდინში ვარ. ეს უღრმესი მადლობელი ვარ თქვენი მოსვლით, თქვენი მობრძანებით, დარბაზში რაც ვისაუბრეთ, გასაგებია ყველასთვის და იმედია რომ დავძლებთ. ყველაზე უკეთესი ჩვენთვის არის იქ დაბრუნება. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩამოვიდნენ ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები და შეხვდნენ ბაღდათში ცხოვრებ დევნილებს, გაიზიარეს იმათი ტკივილი და წუხილი და განსაკუთრებით მინდა გამოვკვეთო ამ ყველა პროგრამებიდან ის, რომ განათლების საკითხი იქნება პირველ რიგში დაყენებული ჩვენი ახალგაზრდებისთვის, დაფინანსებული იქნება ბაკალავრიატი და მაგისტრატურა იმ შემთხვევაში, თუ ისინი დააგროვებენ მაღალ ქულებს და იქნებიან წარმატებული. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძემ ხონის მუნიციპალიტეტში ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებსაც შეხვდა. მთავრობის ხელმძღვანელი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კომპაქტურ ჩასახლებაში არსებულ პრობლემურ საკითხებსა და დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო. შეხვედრის მონაწილეებმა დევნილთა პრობლემების მოგვარების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და მათი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს. რუსლან აბაშიძემ დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. ვახორციელებთ შეხვედრას ჩვენ დევნილ საზოგადოებასთან. მოგეხსენებათ, აქ არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპაქტურად დასახლებული პუნქტი. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრას ასევე ესწრება ხონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი. შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გავიარეთ ყველა ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ჩვენი საზოგადოების პრობლემებს. მივიღეთ კაფეო მხარდაჭერა ხონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გაუზიარეთ ჩვენ დევნილ საზოგადოებას ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება რეფორმებს აფხაზეთის მთავრობაში. აფხაზეთის მთავრობა ჩვენი დაინტერესდა ჩვენი პროექტებით და ასევე ჩვენს გვაქვს რამოდენიმე იდეა შევთავაზებთ და იმედი გვაქვს იმის, რომ დაგვაფინანსებენ და დაგვეხმარებიან. საუბარი შეეხო დევნილებში განსახორციელებელ და განხორციელებულ პროექტებს, გამოიკვეთა ეს მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც დევნილებს აწუხებთ. ვფიქრობ, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, იმიტომაც რომ ზოგადად აფხაზეთის მთავრობამ იცოდეს თუ რა პრობლემები და რა საკითხები და წუხილები აქვს დევნილებს და იმათმა ალბათ შემდეგ უნდა იმუშაონ მათი გადაჭრის გზებზე და კოორდინაცია გაუწიონ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, იყოს მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რათა ეფექტურად იქნეს გადაწყვეტილი ყველა ეს პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ მიუხედავად ძალიან ბევრი კარგი პროექტისა ჩვენ დასახლებაში ჯერ კიდევ აწუხებს დევნილ მოსახლეობას. იმ დღესვე რუსლან აბაშიძე ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან ერთად გაეცნო ხონის ნომერ 2 ბაგაბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის დასრულების შემდეგაც ბაღი ძირითადად აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს მოემსახურება. მოინახულეს ასევე ხონის ნომერ 4 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, სადაც 200-მდე დევნილი მოსწავლე სწავლობს. იმერეთის რეგიონში გამართულ შეხვედრებში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მივესალმები აფხაზეთის მთავრობის ვიზიტს ჩვენს მუნიციპალიტეტში, დევნილთა დასახლებაში და მინდა გამოვხატო ის მხარდაჭერა, რაც დღევანდელი შეხვედრებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა, რაშიც უკვე
საუბრებიდან გამომდინარე მიზნები დავსახეთ თუ როგორ უნდა გადავჭრათ რიგი პრობლემები, რომლებიც რა თქმა უნდა არსებობს და რა თქმა უნდა ყველა პრობლემას ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ გადაუწყვეტს დევნილთა დასახლებას. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის პროექტები, რომლებიც ეხლა ხორციელდება, ეს არის მეორე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც არის დევნილთა დასახლებასთან ახლოს მდგომი. ასევე კლუბის რეაბილიტაცია, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაყენებული დევნილთა დასახლების მხრიდან. დღეს ამ ორ პროექტზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეს მინდა გითხრათ, რომ შეუწყობს ინტეგრაციას ხელს. მე მივიღე გარანტიები, რომ გაცილებით მეტი მხარდაჭერა მექნება აფხაზეთის მთავრობიდან.